განსაცდელი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. განსაცდელი არის გზა, რომელიც გადის კოგნიტურ, ემოციურ და ქცევით პატერნებზე, ქცევით ჩვევებზე და ეს თავის მხრივ შეიძლება იყოს ადაპტური და არაადაპტური, ანუ აქედან შეგვიძლია გამოვიყვანოთ ის, რომ ჩვენ ეს ვაქციოთ როგორც რესურსად, ასევე ჩავჭეთ ამ ტანჯვაში, მაგრამ არსებობს გამოსავალი ყოველთვის. კოგნიტურ დონეზე ჩვენ შეგვიძლია მაგალითად შევცვალოთ ჩვენი აზროვნების ჩარჩო, ანუ ეგრეთ წოდებული რეფრეიმინგი გავუკეთოთ საკუთარ თავს. ემოციურ დონეზე ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებაში შემოვიტანოთ და ყოველდღიურობაში mindfulness-ი, ცხადყოფნის სავარჯიშოები, როდესაც შენ აქ და ახლა პროცესში ხარ და შენ გაქვს სხეულთან კავშირი, შენს ემოციებთან კავშირი და შენს კოგნიტურ, ესე ვთქვათ, შესაძლებლობებთან კავშირი. ქცევების დონეზე შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ჰობი, ახალი მიმართულებები ჩვენ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ქცევის ცვლილების ეტაპზე, უბრალოდ მივიღოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ვართ. ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში ხდება და ასე ცხოვრებაც არის შესაძლებელი.